იდუმალებით მოცული ბერმუდის სამკუთხედის შესახებ ალბათ ყველას სმენია, მაგრამ მის გარდა დედამიწაზე მრავალი უნიკალური, უცნაური და საშიში ადგილი არსებობს. დაწყებული კუნძულიდან, რომლის სანაპიროზეც უამრავი გემი ჩაიძირა, დამთავრებული მექსიკის უდაბნოში არსებული ანომალიური ზონით, ამ ეპიზოდში იმ ადგილების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც ბერმუდის სამკუთხედზე მეტად უცნაურია. 50-იანი წლების დასაწყისიდან ბერმუდის სამკუთხედი უამრავ ადამიანს აშინებს. 50-მდე გემი და 20-მდე თვითმფრინავი ამ რაიონში უკვალოდ გაქრა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მათი გაუჩინარება არამიწიერ ცივილიზაციას ან ოკეანის ფსკერზე არსებულ პირამიდას უკავშირდება. მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ, რომ ყველაფრის მიზეზი ნავიგაციის შეცდომები და კლიმატური პირობებია. გარდა ამისა, ამ რეგიონში საზღვაო და საჰაერო მოძრაობა მაღალია. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მსგავსი ინციდენტები ხშირად ხდება. მაგრამ თუ ბერმუდის სამკუთხედს ლოგიკური ახსნა მოეძებნება, მის გარდა არსებობს კიდევ ერთი უცნაური ადგილი, რომელიც დრაკონის სამკუთხედის სახელითაა ცნობილი. ეს რეგიონი ტოკიოს სამხრეთით, წყნარ ოკეანეში მდებარეობს და როგორც ამბობენ, 40-იანი წლების შემდეგ დრაკონის სამკუთხედში ასობით გემი გაუჩინარდა. ჩანაწერების მიხედვით, 1955 წელს იაპონიის მთავრობამ გემების მოსაძებნად დიდი ზომის ხომალდი გაგზავნა, მაგრამ მალევე ისიც უკვალოდ გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ დრაკონის სამკუთხედს ხშირად ზებუნებრივ ადგილად მიიჩნევენ, ფაქტია, რომ აქ ძირითადად მცირე ზომის სათევზაო გემები იკარგებიან, რომლებსაც როგორც წესი გაუმართავი რადიოსისტემები აქვთ. გარდა ამისა, ოკეანის ფსკერზე უამრავი წყალქვეშა ვულკანია, რომლებიც შესაძლოა გემების გაუჩინარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ. ნევადის სამკუთხედის ფართობი 64,750 კილომეტრია და ის რენოს, ფრესნასა და ლას-ვეგას შორის მდებარეობს. ხშირად ამ ადგილს ბერმუდის სამკუთხედის სახმელეთო ვარიანტს უწოდებენ. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე 200-დან 2000-მდე თვითმფრინავი გაუჩინარდა. თანაც ეს რაოდენობა მხოლოდ უკანასკნელი 60 წლის მონაცემებს ასახავს. ერთ-ერთი ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, რომელიც ტურისტმა აღმოაჩინა, გამოცდილ პილოტს სტივ ფოსეტს ეკუთვნოდა. 2007 წლის სექტემბერში ფოსეტი სიერას მთების რაიონში გაუჩინარდა. ეს ტერიტორია სწორედ ნევადას სამკუთხედს ეკუთვნის. სტივი პროფესიონალი მფრინავი იყო. 2005 წელს მან მსოფლიოს გარშემო საკუთარი თვითმფრინავით იმოგზაურა. შესაბამისად, მისთვის ნევადას სამკუთხედის თავზე გადაფრენა რთული საქმე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. რაც არ უნდა იყოს ავიაკატასტროფების მიზეზად, ხშირად სისტემურ შეცდომებს ასახელებენ, მაგრამ ზოგიერთი მიიჩნევს, რომ თვითმფრინავების გაუჩინარება უცხო პლანეტელებს უკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სამკუთხედის აღმოსავლეთ ნაწილში ცნობილი ზონა 51 მდებარეობს. მეცნიერები განმარტავენ, რომ ამ რეგიონში რთული გეოგრაფიული და ატმოსფერული პირობებია. მაღალი მწვერვალები და წყნარი ოკეანიდან მომავალი ძლიერი ქარი თვითმფრინავების ავარიის მთავარ მიზეზად სახელდება. გარდა ამისა, ნევადას სამკუთხედი არასწორი რელიეფის მქონე დიდი მოცულობის ტერიტორიაა. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილებს იშვიათად პოულობენ. მრავალი წლის განმავლობაში მაპიმის, ანუ სიჩუმის ზონა უამრავი ადამიანისთვის იდუმალებით მოცულ ადგილად იქცა. 48 კილომეტრის ფართობის რეგიონი მექსიკაში, დურანგოს უდაბნოში მდებარეობს და როგორც ამბობენ, ამ ადგილს ამოუხსნელი ელექტრომაგნიტური უნარები აქვს. ამ რეგიონში კომპასები მწყობრიდან გამოდის, ხოლო ყველა თანამედროვე მოწყობილობა მიღებას მომენტალურად კარგავს. 1970 წელს უდაბნოში გაშვებულმა ამერიკულმა რაკეტამ მოულოდნელად კურსი 644 კილომეტრით შეიცვალა და საბოლოოდ სიჩუმის ზონაში ჩამოვარდა. არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ კურსის ცვლილება ამ ადგილას არსებულმა მაღალმა მაგნიტურმა ველმა გამოიწვია. ზოგიერთი თვლის, რომ მაგნიტური ველების გამომწვევი მიზეზი მიწაში არსებული მინერალის, მაგნეტიდის დიდი რაოდენობა. ყველაფერთან ერთად მე-20 საუკუნეში სიჩუმის ზონაში რამდენიმე მეტეორიტს კი ჩამოვარდა. ადგილობრივების მტკიცებით, ამ ადგილას მცენარეებსაც კი არაბუნებრივი ფერი აქვთ, მაგრამ როგორც მეცნიერები განმარტავენ, სიჩუმის ზონაში ჩატარებული კვლევების დროს მათი აპარატურა გამართულად მუშაობდა, ხოლო ამერიკული რაკეტის კურსის ცვლილება პროგრამაში არსებული ხარვეზით იყო გამოწვეული. ერთი შეხედვით, მდინარე მეკონგი, რომელიც ტაილანდში მდებარეობს, განსაკუთრებულად არ გამოიყურება, მაგრამ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, ცნობილი როგორც ნაგას ცეცხლოვანი ბურთები, ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს მდინარიდან ამოდიან. ისინი ჰაერში 100 მეტრის სიმაღლეზე ადიან და შემდეგ უკვალოდ ქრებიან. ლეგენდის თანახმად, ცეცხლოვანი ბურთების წარმოქმნის მიზეზი ნაგას გიგანტური გველები არიან. ამ მითიურ არსებებს მდინარის ბნელ წყალში სცინავთ და ისინი მხოლოდ ოქტომბრის თვეში იღვიძებენ, მაგრამ ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ბურთების წარმოქმნის რეალური მიზეზი მეთანია. როდესაც მეთანი ჟანგბადთან კონტაქტში შედის, ის სპონტანურად იწვის, რის შემდეგაც სიმაღლეზე ასვლას იწყებს. ერთი შეხედვით ასეთი ახსნა ლოგიკურია, მაგრამ სკეპტიკოსები მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ ბურთები მხოლოდ კონკრეტულ დროს ჩნდებიან. გარდა ამისა, არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ნაგას ბურთების წარმოქმნაში რომელიმე ადგილობრივი მცხოვრები მონაწილეობდეს, რათა ამ ადგილას ტურისტები მივიდნენ.
ტრანსილვანიის რეგიონში, რუმინეთის ჩრდილოეთ ნაწილში უცნაური ტყე მდებარეობს. იგი ჰოია ბაჩუს სახელითაა ცნობილი და საკმაოდ პოპულარულია იმ ადამიანებში, რომლებსაც ზებუნებრივი ძალების არსებობის შეერათ. ამ ადგილას პარანორმალური მოვლენები ხშირია. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მეცხვარე, რომელიც ტყეში 200 ზღვართან ერთად შევიდა, უკვალოდ გაქრა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ გარდა ამ ტყეში პატარა გოგონაც გაუჩინარდა, რომელიც 5 წლის შემდეგ მოულოდნელად გამოჩნდა და რაც ყველაზე მთავარია, ის საერთოდ არ შეცვლილიყო. რა თქმა უნდა, არ არსებობს ფაქტები, რომლებიც ამ ისტორიების რეალურობას დაადასტურებს. გარდა ამისა, მკვლევარები ამტკიცებენ, რომ გაზეთებში გაუჩინარებული გოგონას შესახებ არაფერი წერია, მაგრამ რეალურად ისინი, ვინც ტყეს სტუმრობენ, გულისრევას, ამოუცნობი შიშის გრძნობას და უხილავ მზერას მუდმივად განიცდიან. ნეგატიური სიმპტომები ერთ-ერთ მდელოზე ძლიერდება, სადაც თითქოს ხეებსაც კი ეშინიათ ფესვების გადგმის. მეცნიერებმა მდელოზე არსებული მიწის შესწავლის შემდეგ დაასკვნეს, რომ ამ ადგილას ქიმიური ანომალია არ ფიქსირდება. უცნაური ვიზუალის მიუხედავად, ასეთი მდელოები ტყეებში ხშირად გვხვდება და როგორც წესი, მათი წარმოქმნა ქვიან მიწას უკავშირდება, რომელიც ფესვების გავრცელებას ხელს უშლის. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტყეში ხეების უმეტესობა ჩონჩხებს გავს, ბუნებრივია, რომ მისი სტუმრები შიშს მუდმივად განიცდიან. ბაიკალის ტბა სამხრეთ ციმბირში მდებარეობს და ის ყველაზე დიდი, ღრმა და უძველესი მტკნარი ტბაა. ამ ტბის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ამბობენ, რომ 1982 წელს საბჭოთა კავშირის მყინვარებმა 48 მეტრის სიღრმეზე უცნაური არსებები შენიშნეს. როდესაც მათ არსებებთან მიახლოება გადაწყვიტეს, მოულოდნელად ყველაფერი სინათლე მოიცვა და მყინვარები მომენტალურად ზედაპირზე აღმოჩნდნენ. ბაიკალზე ჩატარებული მომდევნო კვლევების დროს უცნაური სილუეტები არავის შეუნიშნავს. რაც არ უნდა იყოს, ეს ტბა ნამდვილად უჩვეულოა. ყოველ ზამთარს 15 მეტრის სიგრძის არაბუნებრივად მანათობელი ყინული ტბაში მოულოდნელად ჩნდება. გარდა ამისა, დასავლეთ სანაპიროზე ტბის ზედაპირზე ყინულის უცნაური დისკები წარმოიქმნება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ყინულის ნაწილები ბუნებრივადაა წარმოქმნილი, ხოლო ყინულის დისკის ფორმები მეთანის გაყინული კერებია, რომლებიც ტბის ფსკერიდან ზედაპირზე ამოდის. ხეოფსის პირამიდის შესახებ ალბათ ყველას მენია, მაგრამ იცოდით, რომ დედამიწაზე შესაძლოა უფრო ძველი და დიდი ზომის პირამიდა არსებობდეს. ინდონეზიის დასავლეთ ნაწილში მდებარე მთის ფორმა ნამდვილად ხელოვნურს გავს. ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ ბალახისა და მიწის საფარქვეშ უძველესი ქვის პირამიდაა დამალული, რომელშიც დიდი ხნის წინ გამქრალი ცივილიზაციის განძი ინახება. შედარებისთვის, ხეოფსის პირამიდა დაახლოებით 4500 წლის წინ ააგეს, ხოლო მთის ასაკი თუ კვლევებს დავუჯერებთ 6500 წელია, მაგრამ საინტერესოა, როგორ შეძლო ძველმა ცივილიზაციამ პრიმიტიული იარაღით ასეთი კოლოსალური ნაგებობის აშენება. მთის ვიზუალის მიუხედავად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მიწისა და ბალახის საფარქვეშ დიდი ზომის პირამიდა იმალება. გეოლოგები მიიჩნევენ, რომ მთა ვულკანური წარმონაქმნია, რომელმაც საკუთარი ფორმა ბუნებრივი მოვლენების შედეგად მიიღო. რეალურად მთის შესახებ არსებული ინფორმაცია საკმაოდ მწირია, რადგანაც წინა კვლევების შედეგად მთის ფერდობზე არსებული ბრინჯის ტერასები დაზიანდა, რის გამოც მოსახლეობამ მკვლევარებს მთასთან მიახლოება აუკრძალა. სწორედ ამიტომ დღეისათვის მთის შესწავლა შეჩერებულია. ჩვენს დროში თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების წყალობით სახლიდან გასვლის გარეშე უამრავი ადგილის დათვალიერება შეგვიძლია. 2009 წელს ყაზახეთის უდაბნოში თანამგზავრიდან გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე წრეში ჩასმული ვარსკვლავი აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი 366 მეტრია. საინტერესოა, რომ ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი ლისაკოვსკი მისგან 20 კილომეტრში მდებარეობს. ეს სიმბოლო ოკულტისტურ ნიშნად აღიქმება და იგი სატანისტურ რიტუალებში ხშირად გამოიყენება. ამიტომაც ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს ადგილი ადგილობრივი კულტის მიერ ბნელი რიტუალების შესასრულებლადაა შექმნილი, მაგრამ ქალაქის მაცხოვრებლების განმარტებით ეს მხოლოდ ტბის პირა პარკია. თანაც 1991 წლამდე ყაზახეთის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო საბჭოთა კავშირში ვარსკვლავი საკმაოდ პოპულარული სიმბოლო იყო. სავარაუდოა, რომ ეს ადგილიც სწორედ საბჭოთა ეპოქაში შეიქმნა, ხოლო მისი დაშლის შემდეგ პარკი უბრალოდ მივიწყებულ ადგილად იქცა. ლეგენდები ბერმუდის სამკუთხედის შესახებ 40-იანი წლებიდან იღებს სათავეს, ხოლო ეს ადგილი 650 წელზე მეტია, რაც ადამიანებს მოსვენების საშუალებას არ აძლევს. წითელი ქვიშის დიუნებით გარშემორტყმულ ნამიბიის ნაციონალურ პარკში ერთ უცნაურ ადგილს შეხვდებით. ამ გამომშრალ მიწაზე 650 წლის წინ გამხმარ აკაციის ხეებს ნახავთ, მაგრამ საინტერესოა, როგორ მოხვდნენ ისინი უდაბნოში. შეიძლება იფიქროთ, რომ ყველაფრის მიზეზი რაიმე ძველი წყევლაა, მაგრამ რეალური პასუხი უდაბნოს გეოლოგიურ ისტორიაშია. 900 წლის წინ ძლიერი წვიმების შედეგად ერთ-ერთმა მდინარემ კალაპოტი შეიცვალა, რამაც ამ ადგილის დატბორვა გამოიწვია. ამის შემდეგ უდაბნოს ეს ნაწილი დროებით ოაზისად იქცა, მაგრამ როდესაც კლიმატი კვლავ შეიცვალა, ხოლო დიუნებმა მდინარის დაშრობა განაპირობა, ამ ადგილას ამოსული ხეები გახმა. უდაბნოში ტენიანობა იმდენად მცირე იყო, რომ ხეებს ლპობა არ დაუწყიათ, რის გამოც ისინი საუკუნეების განმავლობაში უძრავად დგომას კვლავ განაგრძობენ.
პოლონეთის ერთ-ერთ ტყეში არსებული 400-მდე ფიჭვის ხე საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. ხეები ჩრდილოეთის მიმართულებითაა გადახრილი, ხოლო მათი ასეთი ფორმის მიზეზი დღემდე უცნობი რჩება. არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ ძლიერმა ქარმა ხეებს ფორმა შეუცვალა, მაგრამ ეს თეორია ვერ ხსნის თუ რატომაა ირგვლივ მდებარე სხვა ხეები ნორმალური ფორმის. მეორე ვერსიის თანახმად, ხეების ვიზუალი ხელოვნურადაა შეცვლილი, რათა მათი გამოყენება ავეჯის წარმოებაში ან გემების მშენებლობაში ყოფილიყო შესაძლებელი. რაც არ უნდა იყოს, ეს ხეივანი დღესაც უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს. ავსტრალიაში თაუნსვილიდან 8 კილომეტრის მოშორებით დიდი ზომის კუნძული მდებარეობს. როგორც ამბობენ, ამ ადგილას უამრავი უცნაური მოვლენა ხდება. ლეგენდის თანახმად, 1770 წელს, როდესაც ბრიტანეთის გემი კუნძულს მიუახლოვდა, ხომალდზე არსებული ყველა კომპასი მომენტალურად მწყობრიდან გამოვიდა. გარდა ამისა, კუნძულის მიმდებარედ 20-მდე გემია ჩაძირული, რის გამოც ამ ადგილს ხშირად ავსტრალიის ბერმუდის სამკუთხედს უწოდებენ. ამასთანავე ადგილობრივი მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ კუნძულის სიახლოვეს დიდი ზომის ზღვის არსებაც ბინადრობს, მაგრამ ექსპერტები განმარტავენ, რომ გემების ჩაძირვის რეალური მიზეზი ხშირი ციკლონებია, ხოლო რაც შეეხება ამ უცნობ ზღვის არსებას, იგი შესაძლოა ავსტრალიაში გავრცელებული ერთ-ერთი უცნაური თევზის სახეობა იყოს. ამაზონის ჯუნგლებში, პერუს ტერიტორიაზე მდებარეობს ერთ-ერთი მდინარე, რომელიც ლა-ბომბას სახელითაა ცნობილი. 6 კილომეტრის სიგრძის მდინარეში ტემპერატურა 45-დან 100 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს. ასეთ ცხელ წყალთან ერთწამიანი კონტაქტი საკმარისია, რათა ადამიანმა მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღოს. ადგილობრივები მდინარეს სიცხისგან მოხარშულ მზეს უწოდებენ, მაგრამ მისი მაღალი ტემპერატურის მიზეზი დღესაც უცნობი რჩება. ცნობილი წყალსაცავები, რომლებშიც მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, ვულკანებთან ახლოსაა განლაგებული. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ადგილი იელოუსტოუნის ნაციონალურ პარკში მდებარეობს. ამ გეიზერის უცნაური შეფერილობა ბაქტერიების ერთ-ერთი სახეობითაა გამოწვეული, მაგრამ მისგან განსხვავებით, ლა-ბომბა ვულკანური ზონისგან შორსაა. მდინარესთან ყველაზე ახლოს მდებარე ვულკანი მისგან 654 კილომეტრშია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, წვიმის წყალი დედამიწის ფენებში ღრმად აღწევს, სადაც ის ცხელდება და შემდეგ ისევ ზედაპირზე ამოდის. ეს დიდი ზომის კარიერი აღმოსავლეთ რუსეთში მდებარეობს. მისი სიგანე 1219 მეტრი, ხოლო სიღრმე 518 მეტრია. 1957 წლიდან 2001 წლამდე კარიერში ბრილიანტს მოიპოვებდნენ. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ მის თავზე ფრენა აკრძალულია, მაგრამ საინტერესოა რატომ. საქმე იმაშია, რომ კარიერის ფსკერზე ჰაერი თბება. თბილი ჰაერი მიწიდან ამოდის, რა დროსაც ცივი კვლავ ფსკერისკენ ეშვება. მის შიგნით და მიწისზევით არსებული ტემპერატურის სხვაობა თვითმფრინავებისთვის ერთგვარ საფრთხეს წარმოადგენს. კარიერიდან ამომავალი ჰაერი ნაკლებად მკვრივია, ამიტომაც თვითმფრინავების ამწევი ძალაც შედარებით ნაკლებია. ამ მიზეზმა კი შესაძლოა მათი ჩამოგდება განაპირობოს. იუტას ჩრდილო-აღმოსავლეთ საძოვრებს შორის 207 ჰექტარის ფართობზე უცნაური რანჩო მდებარეობს. 1994 წელს ტერი და გვენ შერმანებმა რანჩოს ტერიტორია მისი შეძენიდან 18 თვეში დატოვეს. მათი თქმით, ამ ადგილას ზებუნებრივი მოვლენები ხშირი იყო. ყოფილი მეპატრონეები ამტკიცებენ, რომ რანჩოს ტერიტორიაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტები დაფრინავენ და გარდა ამისა, ტყიდან მუდმივად უცნაური ხმები ისმის. ტერი შერმანის მტკიცებით, ამ ადგილას უცნაური მგლის მსგავსი არსება ბინადრობს, რომელიც ჩვეულებრივ მგელს სიდიდით ჯერ აღემატება. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ეს არსება ინდიელების მიერ შეთხზულ ლეგენდებში ხშირად მოიხსენიება. ადგილობრივი მაცხოვრებლები განმარტავენ, რომ ეს უცნაური არსებები ნავაჰოს ტომის წყევლის შედეგია. მეორე ვერსიის თანახმად, რანჩოზე სხვა სამყაროში გასასვლელი პორტალი მდებარეობს, საიდანაც ჩვენს სამყაროში ზებუნებრივი არსებები აღწევენ, მაგრამ სკეპტიკოსები აღნიშნავენ, რომ ყველა ეს საშიში ისტორიები რანჩოს ყოფილი მეპატრონეების მიერაა გამოგონილი, რადგანაც 60 წლის განმავლობაში რანჩოზე შერმანების გამოჩენამდე ზებუნებრივი მოვლენები არავის დაუფიქსირებია. რაც არ უნდა იყოს, არავინ იცის თუ რა ხდება რეალურად ამ ადგილას და უამრავი კითხვა დღესაც პასუხგაუცემელი რჩება.